მშვიდობის ამოგესალმებით ჩემო ძირფასებო ეს რუსთავიორია მე პალატა გურიაშვილი გახლავართ და თქვენ უყურებთ ყველაზე სასაცილო გადაცემას ანეკდოტების შოუ ძალიან მაგარი სტუმრები მყავს ყველასთვის საყვარელი ადამიანები პირველ რიგში კაცები ნიჭიერი მომღერლები მოკლედ ლაშა ღლონტი და გია დავითიანი სტუდიაში ლაშა ღლონტი და გია დავითიანი ტყუპები არ არიან ამიტომაც ქვია ერთს ლაშა და მეორეს გია ლაშა და გია მომღერლები და ჯგუფ ალილოს წევრები არიან ოღონდ ხარი ფიქრობთ მხოლოდ შობის წინაღამეს მღერიანო როდესაც ერთად მღერიან ბულბულის ფსტვენა და შაშვის გალობა გეგონებათ გია 6 საათის მერე არ ჭამს და კარგადაც დაიკლო წონაში ხოლო ლაშას საათი გაუფუჭდა უცხოეთში ხშირად უწერთ სიმღერა მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში დადიან გასტროლებზე ანეკდოტებს კარგად მღერიან ჩემი თუ არ გჯერათ გიგის კითხეთ ალფაიძეს ეს რუსთავი და ანეკდოტების შოუა და ვინც ამ წამს გადმორთეთ ტელევიზორები მინდა გითხრათ რომ გაგიმართლათ კარგი სანახაობა გელოდებათ მოგზანდით აი მაგარი არაფერი როგორ ახართ გადასარევად როგორ ბრძანდებით რა ვახართ თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი მადლობა რომ მობრძანდით იმდენი საქმეებია თავზე საყრელი რომ გამონახე დრო და კიდევ ერთხელ გამიდექით გვერდში ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ნუ მოდი გია დავიწყებ შენგან როგორ ხარ ღმერთის წყალობით კარგად აი 100 წელი შეგეთი პასუხი გქონდეს შენ ჩემო ლაშქრო შენს კი რა ხდება მეც ნორმალურად რა ვიცი რა თუ არ ჩავთვლით წონის მატებას შენ როგორი ექიმობას იმიტომ დაანებე თავი რომ სხვებისთვის რო არ გეთქვა რომ უნდა გახდეო რომ მე არ ეთქვა არა ექიმები იცი როგორ არიან ახლა კბილის ექიმს ყოველთვის კბილი უფრო ტკივა გულის ექიმს გულით ტკივა ანუ სხვას არ იგებენ აუცნაურია რა ეხა პალატას და ნიკას შოუში მყავდა ექიმები რა სტუმრად და ნუ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ორი შენხელა ასე რომ გული არ გაიტეხო და როცა მივდივარ იმასთან ყოველთვის მეუბნება ხოლმე რომ ცოტა მომატებული გაქონია ცოტა მიკვირს არ მიდე ხა გვარდასახელის თქმა ერთ ექიმთან ვიყავი ჩემი წნევების გადამკიდე და აბსოლუტურად სულ თქვა მიგრძალა რა ისე რა ცოტა ზედმეტად რომ თქვა და ერთ-ერთ სუფრაზე მოხვდით საერთო ჩვენი საერთო სამეგობრო წრე არის რა და ზურგიდან მესმის აშკარად მისი ხმა, ბევრი ხალხი იყო და გვიან შევედი და დავჯექი. რა არჭამ არაფერი, რაღაცა კარტოფილებს ვახარშინებ, რაღაცა სუფრებს, აი დაურემილი რომ 6 თვე ესე უნდა, ნუ ხო ხდებით ეს რა არის რა. შენ წინა ცხოვრებაში ხო და ეხლა კი ხარ ბიჭა ბატკანივით. 100 წელი მყავდე ხო და შეგენაცვალე გაწიე და კაი ყანწი აქვს მოგდებული რა. აი ისე მივედი რომ აი ჩამოცალა ბოლოწე და მე ვთხარ მე რატომ მიშნი შენ რატო შენ აქ შეიძლებაო მე ვთხარი მე მასეთი მაკვირაში 10 და თუ შეიძლება ხა და აი ესე რა ვიცი თვითონ ქეიფო მე თქვა ყველა კარგად დამყობს მაგრამ ცუც ხო არ გირჩევ ეხლა კიდე თქვა გადავწყვიტე რომ აუზე იარო ხო ბიჭო მიდიხარ და მანქანას ვერ აჩერებ ვერასოდეს გაიგე აუზე უნდა ვიხვიდე თქვა ფეხით უნდა წახვიდე აუზე ფეხით ეხა ჩემი სახლიდან ფეხით რო წახვიდე მაშინ აღარ უნდა აუზე აღარ მინდა ხო მაშინ აღარ ხო აი ძალიან ისეთი რაღაცებია მაინც მე მგონია რომ მიზეზების ძებნა ხო რა თქმა უნდა და აი აქ არის ყველაფერი თუ ვიდომებ გააკეთებ მაგრამ როგორ ამასინათ ერთი ნაცნობი ყובה ექიმებთან დაკავშირებით ჩემი ექიმიო კარდიოლოგიაო და დამირეკაო და მითხრაო ღვინო არ დალიო იცოდეო და რა მოგივაო რა მომივაო რომ დავლიო შევეკითხეო და რა მოგივა და მოკვდებიო 3 დღეში თვითონ მოკვდაო ხო ეგ არის